მეგობრებო, მოგესალმებით და ისევ საღამო მშვიდობის ყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უფალი გფარავდეთ და მინდა ერთ ფაქტს შევეხო რა. გუშინდელი ჩემი წასვლა იყო სამსახურის თემაზე ღამის სმენაში დიასახლისას უნდა დამეწყო სამსახური და არავითარი მე არ ვყოფილი ვარ მე ბორდელში. ღმერთმა გაპატიოთ იქ სიტყვები. მე როგორც კი შევხედე იქ სიტუაციას რომ მე ღამის სმენას ვერ გავტეხავდი და ვერანაირად ჭურჭლის ეცვალსი და დიასახლისად ვერ ვიმუშავებდი. ესევე დავტოვე მე ის რესტორანი იყო თუ კლუბი იყო თუ ბარი იყო რა მნიშვნელობა აქვს. იქ იყო დიდი რესტორანი და ყველა ოჯახის ხალი წესი ნორმალური მანდილოსნები მრეცხავად დამლაგებლად სმენაში მუშაობდნენ, მაგრამ ეს პატარა გოგოები გარეთ ერთობოდნენ ბარმენები იყვნენ, თავიანთი სამსახური ჰქონდათ. ამიტომ ისი რას გეტყვით ღმერთისკენ შინოდეთ ყველას ჩემზე, რომ საუბრობდეთ ჩემ შულთან მიგავთ ტყუილად რაღაცეებით იმბავს რომ ფსიქიკა გინდა თუ შეურყიოთ. პატიოსანი ხალი ვარ და ვინც ამ სიტყვას იძახით, თქვენ უფრო მეტად ხართ ამის ჩამდენები და მე ვარ ისეთი სიწმინდეში, თქვენ რო ესეთ სიწმინდეში იყოთ, 1000 სანთლის დანთება მოგიწევთ და ვერც გახდებით ჩემნაირები. როგორიც ეხლა მე ვცხოვრობ და როგორც მე ვარ ეხლა დავდივარ ყველა პატივისცემას გამოხატავს ჩემთან და ყველა გამოხატავს თავის სიყვარულს და სითბოს და ყველასგან ამაქვს დიდი დაფასება, იმიტომ რომ მე ჩემ რეპუტაციას არასდროს არ ვნახავ. გასაგებია, მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და თქვენ რა საქმით ცხოვრობთ დღეს და კავდებით. ამიტომ ჩემზე ინტრიგანობას და ცილის წამებებს შეეშვით თორე მეტი განსაცდელში ჩავარდებით და ვაიმე როგორ მეშინია რამეში არ გაყოთ თავი ქალბატონებო რა იმაღლეთ ენა და აწიეთ ტონი ქეთი ეგიდუნაშვილის დონეზე ვერასდროს ვერ დადგებით შუაზე რო გასკდეთ იცით რატო ჩემში გულაობა და დროსტარება არ არსებულია და მე ვარ ერთ-ერთი პოზიტიური მორწმუნე რელიგიური ქალი, რომელიც უყვართ თელს საქართველოს და თემ სოფლიოს. გასკდით ბოღბაზე. თურქეთი, რუსეთი, ამერიკა, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, საბერძნეთი, ამერიკა ყველა რო პატივისცემას გამოხატავს ფეხზე მიდგანან და მეპატიჟებია ყველა ქალაქში მიცნობენ თქვენ ვინ ხართ გიცნობთ საერთოდ საზოგადოება ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება თქვენს ოჯახებს მიხედეთ თქვენს პატიოსნებას შეხედეთ რას წარმომიდგენთ ჩემზე რო საუბრობთ და მე ისე ილაპარაკეთ ქეთი ეგიდუნაშვილზე ვერასდროს ვერ განიწმინდებით ჩემნაირად უშინ ვიყავი ეკლესიაში აღსალება ჩავაბარე მამაოს და რამდენიმე აღსალება კიდე უნდა ჩავაბარო და ვეზიარები დღეს მე ვიღე სიტყვოებას სამებაში წილვას და ვესწარი და მე ყოველთვის ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მე ვარ ღვთისმოშიში ქალი და არასდროს მე არა ვარ მოყვარე მამაკაცების თქვენსავით ბოდიში ყოველდღე რომ მაღაზიაზე ფიქში ატენებს და აღარებს თქვენ მოინანიეთ ქალბატონებო და მე ნუ მეხებით რა ზოგიერთები ძალიან აფრთხოთ იმიტომ რომ მე მასეთი ცხოვრებით არც მიცხოვრია და არც ვიცხოვრებ გასაგებია თქვენთვის ახლა ამიტომ თქვენი თავებს მიხედეთ და თქვენი დაწმინდეთ თორე ყველაფერს ხედავენ ყველა მოქალაქეები და ყველა საზოგადო პირები და ქეთი ეგიდუნაშვილი რაც არ გინდა ღამის კლუბში თქვენ ბორდელი ის უწოდოთ რა ქვია რომ ის ბორდელში იყო და მან ისა რა ქვია ის მივიდა სხვა მხრივ ამაზე ღმერთი პასუხს გაგებინებთ წადით მიბრძანდით იმ ივენტში მარიამს შეეკითხეთ გუშინ გავჩერდი 1 საათი თუ საათნახევარი სამსახური მინდოდა და რომ გავიგე მაღალი ხმები მუსიკები და შევხვდი კარგი ოჯახის დიასახლის კალებს გავიცანი დავტოვე იქაურობა ამიტომ მე ჩემი სიმართლეში ყოველთვის ვარ რეალური და ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ და თქვენი სიყალბით არა ვცხოვრობ და თქვენი გამოყენებითი ფაქტებით არა ვცხოვრობ ღმერთის გეშინოდეთ